მოკლედ აი ესე დამაპატიმრეს და თავისუფლება რომ მოვიპო, ამისთვის არის კითხვების 4 კატეგორია, აქედან დავირჩიო 3 კატეგორია და პასუხის შემთხვევაში გავთავისუფლდები. და მე ვირჩევ კატეგორია პირადი. რატომ არის კესარიას პირადი ცხოვრება დამალული? კესარიას პირადი ცხოვრება იმიტომ არის დამალული, რომ მე ვიყო უფრო ბედნიერი, ვიყო კომფორტულად და არ იყოს რაღაცა გარჩევის საგანი ჩემი ცხოვრება და მე მგონი რაც უფრო მალული იქნება ეს ყველაფერი, მით უფრო ბედნიერად ვიგრძნობ თავს. იმიტომ რომ მაქვს მწარე გამოცდილება მიღებული და შესაბამისად ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემ პირადულ თემებზე არ ვისაუბრო. მეორე კითხვა არის ყველაზე ხშირად როცა გიჭირს ვის მიმართავ დასახმარებლად. ნუ რა ვიცი, ალბათ ჩემ დას, ჩემ შეყვარებულს, დედას, ან ვინმე მეგობარს. მესამე კითხვა არის როგორ ფიქრობ რა არის შენში ისეთი რის გამოც გაფასებენ. ნუ ალბათ ვარ პირდაპირი და მეგობრული და იუმორის გრძნობაც მაქვს, როგორც ამას ამბობენ ჩემი მეგობრები. როგორია ბედნიერი კესარია? რავი, ბედნიერი ვარ ეხლა ამ წუთას და საერთოდ რავი, ბედნიერი ვარ, არ ვთვლი რომ ვარ უბედური ნამდვილად. მეგობარს შენთვის უღალატია? კი, რა თქმა უნდა, მეგობარს ჩემთვის უღალატია, მეგობრებსაც უღალატია და ნუ საპასუხოდ მიმეია ძალიან კარგი გამოცდილება ცხოვრებისეული, რა თქმა უნდა. შემდეგი, როგორ ფიქრობ, შვილი რას შეცვლის შენს ცხოვრებაში? რა ვიცი, საერთოდ მთელ ცხოვრებას ესე ვფიქრობ. სრულყოფილი პირადი ცხოვრება გააქვს. რა თქმა უნდა, ვთვლი რომ სრულყოფილი პირადი ცხოვრება მაქვს და მოწესრიგებული ამ ეტაპზე განსაკუთრებით. შემდეგ კატეგორიას ავირჩევ პროფესიას. პროფესია. რატომ არ მუშაობთ ფერმერ მიწათმოქმედი? რა? ვერ დავიკითხე, რატომ არ მუშაობ შენი პროფესიით ფერმერი მიწათმოქმედი? ნუ რა ვიცი, არ ვიცი. არ არის რაღაცა ეს პროფესია ძალიან ისეთი შემთხვევითი ახო არის ადამიანები, როცა რაღაცა პატარა ასაკში ხვდებიან და ირჩევენ ისეთ პროფესიას, რაც არ არის მისი, მაგრამ მე აბსოლუტურად სხვა პროფესიით განაგრძობენ ცხოვრებას და ეს არანაირ პრობლემას არ მიქმნის. რა არის შენთვის სასურველი პროფესია? ჩემთვის სასურველი პროფესია არის ალბათ იქნებოდა ძალიან კარგი პლასტიკური ქირურგი, მხატვარი, ხელოვანი, რავი, მოგწონს პოპულარობა. იცი რა, არ ვიცი, ალბათ მომწონს, ზოგჯერ არ მომწონს, ზოგჯერ მომწონს, ესე ვერ ვიტყვი. სხვა ქალაქში შეძლებ სამუშაოდ გადასვლას? კი, არ გამიჭირდებოდა სხვათა შორის. ესე ვფიქრობ, ყოველი შემთხვევაში ეს კარგი დიზაინერი იქნებოდი. ნუ ხშირ შემთხვევაში ჩემი თავის დიზაინერი ვარ და ხშირად მაცვია ხოლმე ჩემი შექმნილი სამოსი და შესაბამისად ალბათ ვიქნებოდი სხვებისთვისაც კარგი დიზაინერი ალბათ. ეხლა ავირჩიოთ შემდეგი კატეგორია მოგონებები. ყველაზე უცნაური გადასაღებ მოედანზე რა გაგიკეთებია? რავი, ბევრი უცნაური რაღაცები გამიკეთებია. ერთი მახსენდება, როცა წამყვანი იჯდა მარჯვენა მხარეს და მე მარცხენა მხარეს და ყოველთვის ესე ხდებოდა და ერთ-ერთ ისეთ ცნობილ გადაცემაში, სადაც გავიგიჟე თავი და შევაცვლევინე და დავიკავე მისი ადგილი. იმიტომ რომ რაღაცა მეგონა რომ ის მხარე უფრო კარგი და ლამაზი მქონდა იმ მომენტისთვის. კი ფლირტავია დაქორწინებულ მამაკაცთან.
იცი რა, არ მიყვარს დიდად, არ მიყვარდა დაქორწინებულ მამაკაცებთან ფლირტაობა. მეგობრისთვის მამაკაცი წაგირთმევია. არა, ესეთი ბოროტიც არ ვარ. რა არის კესარი აბრამიძის ცხოვრებისეული პრიორიტეტები წარსულში მიღებული გამოცდილებიდან? იცი რა, ძალიან ბევრი რამე ესე კონკრეტულად ერთი არ მახსენდება, იმიტომ რომ ჩემმა წარსულმა ძალიან დიდი და ბევრი გამოცდილება მომცა ცხოვრებისეული და ეს ყველაფერი მეხმარება ცხოვრების გამარტივებაში და სწორად ცხოვრებაში. და ზოგადად ვფიქრობ, რომ ყოველწლიურად და ყოველდღიურად ალბათ რაღაცებს იღებს და ადამიანი და გასწავლის ცხოვრება ყველაფერს. შენ ცხოვრებაში დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა. ჩემ ცხოვრებაში დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა იყო ალბათ რამდენიმე გადაცემაში წინა წლებში ალბათ არ მივიდოდი და კიდე რამდენიმე ადამიანი რომლებსაც წავშლიდი ალბათ და არ უნდა ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში და იყო მე მგონი ამით მოვრჩი და ჩემი პატიმრობაც შესაბამისად მორჩა და იმედია გამოთავისუფლდა. მადლობთ მოწვევით.